მოგესალმებით, ომაიგადუნიებო, მე ვარ ტრაციანა და ეს არის პიკნიკი ტრაციანასთან. ამოვალაგოთ საჭმელები, მოდით ამოვალაგოთ. ვაიმე დღეს დილას წავედი სავარჯიშოთ. დილას მარტო კვერცხი მივირთვი და ვარჯიშის შემდეგ არაფერი არ მიჭამია. მოდით ახლა დავალაგებ ეს. ვაუ. ძალიან გემრიელად გამოიყურება. იმედია ჭიები არ შემიჭამენ არაფერს. იმხელა ჭიანჭველები დადიან აქ, რო რავი. დღევანდელ დღისთვის გავიმზადე ქათმის სალათა. ეს გაწეწილი, აწეწილი დედაჩემი აკეთებს ხოლმე ხშირად და მეთქი, მოდი ვცადო მეთქი და უგემრიელესი გამომივიდა. ყველაფერი წვრილ-წვრილად დავჭერი, შევაზილე, მოვაზილე და ქათამი მოხარშული გაწეწილი ჩავაყარე. სასწაული გამომივიდა. უიხო და მაწონი დავამატე მაიონეზის მაგივრად. რო ხო იცით მე ვუფრთხილდები რა შემზდის ორგანიზმში. შემდეგ ტკბილი კარტოფილი, ეს არის ჩემი საუკეთესო, მე მგონი ჩემი საუკეთესო რეცეპტი. გათლით ტკბილი კარტოფილს, კარაქში ჩაყრით, წვრილად დაჭრილებს და მოასხავთ კანელა. კანელა ქართულად როგორ ითქმება? კანელა მოკლედ. cinnamon და რავი, რაღაც სასწაულია. პლუს გავიკეთე guacamole-ს ტოსტები. სახში გაკეთებული, რა თქმა უნდა, ავოკადოთი, ხახვით და ლიმონით. და კიდე აგერ გვაქვს პატარა პამიდროები და ზეითუნის ხილები. დესერტისთვის გავიკეთე ნესვი და მარწყვი, ლიმნის და თაფლის და ჯინჯანფილის соуსში. მე თვითონ მოვიგონე, მე მგონი გემრიელი იქნება. და პატარა კლემონტინ, მანდარინი. მოდით დავიწყოთ ჩვენი პატატ-დუსით, ასე ვეძახით საფრანგეთში, ტკბილ კარტოფილს. რაღაც ძალიან გემრიელი გემოსაძლევს ეს cinnamon. ომაიგადუნიებო, დაჟე აღმოვაჩინე, რომ ეს ტკბილი კარტოფილი თუ გინდათ ლამაზი მოსტაფილოსფერო ზაგარი მიიღოთ, ძალიან ეხმარება ეს ამ კარტოფილის კაროტინოიდების თუ რაღაცას შეიცავს და სტაფილოსფერს მიიღებთ ლამაზ. თუ გინდათ კარგად დაიზაგროთ. მოდი თან შევჭამ და თან ვიჭორავთ. ლაპარაკი მინდა ცოტა. მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების ცვლილობები, ბევრი მომხვდა რა ჩემ ცხოვრებაში. ცვლილობები და მინდა ცოტა მოგიყვეთ. რა მოხდა ახალი, სად გავუქრი, სად გავიჩითე და ეს ყველაფერი მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ, ომაიგადუნიებო, როგორც უკვე ბევრს გეცოდინებათ, იცით ძალიან კარგად, რომ მე ფსიქიკური პრობლემები, ანუ ქრონიკულად მაწუხებს. არ ვიცი ეს რა არის, ფსიქოლოგიური დაავადება, დეპრესია, თუ სატანისტური ძალები, მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეს ბოლო თვეები, რაც გამქრალი ვარ, რაღაც უფრო სპირიტუალური გავხდი, რაღაც მივახლოვდი ჩემი ურთიერთობა ღმერთთან დავაახლოვე რაღაცნაირად. კი არ დავაახლოვე. შევქმენი ურთიერთობა. ანუ ხშირად რაღაცებს ვთხოვ ხოლმე. რა ნაკლი ვარ, არ ვიცნობ ადამიანს წესივრად და პირდაპირ თხოვნაზე გადავდივარ. მოკლედ დავიწყე რაღაცების თხოვნა.
ჯერ ის ვუთხარი, რომ საშინელ დღეში რომ ვიყავი დეპრესიაში და რომ მელოტდებოდი სტრესისგან და კორტიზოლის გამო ვუთხარი გეხვეწები ღმერთო, რამე მიშველე მეთქი და არ დაიჯერებთ ხალხნო რაღაც დღეებში ჩემი ძველი დაქალი რომელსაც ვიცნობ 15 წელია უკვე მეტი დამირეკა Facebook-ზე და ვუპასუხე ანუ ძალიან ბევრი ხანი იყო რაც არ დაურეკია და დამირეკა მომიკითხა ნიცაში ცხოვრობს ეს დაქალი და ძალიან ლამაზი ადგილი არის მზით სავსე და ლამაზი ბუნებით მირეკავს და მეუნება შეხედე რა ლამაზი ამინდიაო მზე არისო ზაფხული უკვე მოსულაო ეს ყველაფერი თებერვალში მეუნება ამ ყველაფერს როცა მე ჩემ ქალაქში ვიყინებოდი საშინელი ამინდები იყო და ასე მეუნება რომ შეხედე რა ლამაზია აქაურობა ყველაფერი რაღაცები და ჩამოდიო ანუ ეს დაქალი ძალიან ვუყვარვართ ერთმანეთს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ეს დაქალი და სუცდილობს ხოლმე რომ ჩავიდე გადავიდე ხოლმე თავის ქალაქში რომ ახლოს ვიყოთ ხოლმე რა ბედნიერება ისე ასეთი დაქალი რო გყავს და მე უცბად არ ვიცი რა მომელანდა ვეუნებოდი მე სულ ვეუნები ხოლმე ჩემ დაქალს ხო ერთ დღეს ჩამოვალ რაღაც არასდროს არ ჩავდიოდი და ერთ დღეს მე როცა ეს დავემშვიდობე შევედი არაფერი არ ვუთხარი შევედი ინტერნეტში ვიყიდე ბილეთები ფრინვა და გადავფრინდი შემდეგ დღეს ასე მოულოდნელად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა იმ დღესვე გავამზადე ჩემი ბარგი, პატარა სუნკა, ჩავდე ჩემი რაღაცები და წავედივე შემდეგ დღესვე აეროპორტში ჩავჯექი თითვინავში და ჩავფრინდი 2 საათში რაღაც ეგრე და როცა ჩავედი, დავურეკე ჩემ დაქალს, სეირნობდა პლიაჟის ზღვისპირზე სეირნობდა და მანახებს სამ ყველაფერს ამ სილამაზეს შეხედე ტრაციანაო რა სილამაზეაო შეხედე რა ზღვა არისო და ვეუნები ვაუ რა სილამაზეა მეც ვანახე მეც ძალიან ლამაზ ადგილას წავედი მეთქი და ვანახებ კამერით იგივე ადგილას ვართ დაჟე ოაც ვერ მიხვდა სად ვიყავი მითხრა ვაუ რა ლამაზი ადგილიაო მე რა გადავყლაპე ჯანჯვლა ხო არ გადავყლაპე შემთხვევით ვაი მე არ დავიხჩო всё აი მე არა всё არა წყალი მინდა აი ხალხნო წყალს არაფერი არ ჯობია დაანებეთ თავი კოკაკოლებს და მასხარაობებს ხო და მე თითრინავი გადაფრინავს ამ ზღვას და მანახებს კამერით შეხედე რა ლამაზად ჩანსო ეს თითრინავი რა ლამაზად დაფრინავსო და ვუთხარი ვაუ შევაიმე შეხედე ჩემთანაც გადმოფრინდა მეთქი ეს თითრინავი და ვაჩვენებ და ცოტა გაჭედა ჩემმა დაქალმა ვერ მიხვდა და ეგონა რომ არტიფიციალური ინტელექტით ვაკეთებდი რაღაც ხუმრობებს მე დავდივარ ამ ზღვის პირსას და დავინახე შორიდან და რომ დამინახა oh my god
ისეთი ბედნიერი მომენტი იყო, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მოკლედ დავადექი სახლში დავადექი, რასაც ქვია, ჩემი ბარგით. მართლა გულით გაუხარდა ჩემი დანახვა და მეც დამბედნიერი ვიყავი. დავამთავრეთ პატატლუსი. გადავიდეთ აბა ქათმის სალათა როგორი გამომივიდა. პროტეინებით სავსე. გითხარით, ომეგაზუნიებო, ინსტაგრამზე ახალი ჩალენჯი დავიწყე, სადაც ვარჯიშობ ყოველ დღე. უკვე მეოთხე დღეზე ვარ და ჯერჯერობით წავა, ნელ-ნელა ვარჯიშობ და რა ვიცი, თუ გინდათ ნახოთ რანაირი ვარჯიშებს ვაკეთებ, გადადით, დამაფოლოვეთ, დამასუპორტეთ. ვაუ. ძალიან ნიჭი მაქვს საჭმელებში, მე მგონი. ძალიან ნიჭიერი ვარ. პატარაობიდან სულ ნიჭიერი ბავშვი ვიყავი. ხატვაში. მაიმ რამხელა ბუზია. რა ვიცი, მსახიობობაში მახსოვს, რომ სუმაქებდნენ მასწავლებლები. მათ სახში ყურადღებას არ მაქცევდნენ. და მე შევატყე, რომ ხალხის აპროვაციას ვეძებ სულ ვეძებ, რომ ხალხმა შემაქოს. რაღაც შევატყე. რაღაცას რომ გავაკეთებ კარგი, სულ მივდივარ ხალხს გავაგებინო, რომ შემაქონ. ეს ბავშვების ტრანვების გამო. მოკლედ რას ვამბობ, სად გადავუხვიე. გოჭიდან ბაყაყზე გადავხვდი. ხო და ჩამოვედი ნიცაში, დავემშვიდობე ჩემი ოჯახს, ჩამოვედი ნიცაში და დავადგი ჩემი დაქალს სახლში, თავზე დავაჯექი. 10 დღე დავრჩი და ეს 10 დღე სანამ დავბრუნდებოდი ჩემ ქალაქში რენში, ამ 10 დღეში არ ვიცი, ჩემმა დაქალმა არ ვიცი რა გამიკეთა, როგორ დამეხმარა, ოღონდ ღრმად ფსიქოლოგიურად ჩამიждდა და რაღაცები მითხრა, რომლებაც ტვინი გამიტოკა. აი ესე გაქანავდა. ხო იცით, ინდოელი ესე რო აქანავებს თავს. რაღაც ეგეთი მომენტი დამემართა. მითხრა, რომ შენ თავმოყვარეობა არ გაქვსო და მაგარი გამოყლებებული ხარო. ანუ მე მგონი გამოყლებებული არ მითხრა, უფრო უარესი სიტყვა მითხრა. ოღონდაც ჩემმა ტვინმა ალბათ გადააკეთა. დამავიწყდა რა უთქვია, რაც უფრო უარესი რაღაც იყო. და მე ვუთხარი, გეთანხმები, მართალს ამბობ მეთქი. იმიტომ რომ ვაღიარებ, მაგარი ვიყავი. მაგ ცხოვრების პერიოდში და მჭირდებოდა რომ ვინმეს ეთქვა ჩემთვის. და რამდენს ნიშნავს ასეთი დაქალი, რომ პირში გეუნება ყველაფერს. გლეთ ამას რატო ვამბობ, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ჩემი ყოველდღიური დღე იყო საშინელობა, ძალიან ცუდი ჩვევები მქონდა. საშინელი, ისეთი ჩვევები, ისეთი რაღაცეები. არ ვიცი ხა თუ მოგიყვეთ, ოღონდაც ისეთი რაღაცეები, ისეთი ცხოვრების სტილი მქონდა, რომელიც ჩემი სულს, ჩემი არსებას, ჩემი შუქს ყველაფერს კლავდა. ნელ-ნელა, ნელ ცეცხლზე. და იმდენი ხანი ვიყავი ესეთ პერიოდში, რომ ვაფშე სული აღარ მდამრჩა სხეულში. სული აღარ მქონდა.
თლად დაცლილი ვიყავი. ამ თერაპიის შემდეგ წავედი დავიძინე ცოტა დეპრესიით წავედი დავიძინე და არ ვიცი რა მოხდა, რაღაც divine intervention მოვიდა ჩემი სხეულს მაგრამეს და დილას გავიღვიძე და დავიწყე სიარული. მე ისეთი ცხოვრების სტილი მქონდა, სახლიდან არ გამოვდიოდი არასდროს, ვიყავი სახლში დამშდარი სკამზე, ვისიებდი ტაკუნებს. არაფრის კეთებაში და უცბად დავიწყე სიარული. მთებში წავედი დავათვალიერე ნიცას ბუნება და ამ სიარულში, ამ მარტოობაში დავდივარ და ვფიქრობ რაღაცებს. ვფიქრობ, რატო ვარ უბედური, რა მსჭირს, რა მაქვს ასეთი სადეპრესიო მეთქი ცხოვრებაში. და ნელ-ნელა პასუხები მომზდიოდა. ერთადერთი რაც შევამჩნიე, რაც ვიპოვე, იყო რომ მეგობარი მინდოდა. ანუ შეიძლება გაგიკვირდეთ ოღონდაც მეგობრები, ანუ მეგობარი ანუ მიჭირს ვიღაცას მეგობარი დავარქვა. კი არიან მეგობარი. ოღონდაც მეგობარი არ ვიცნობ არავის. და ეს სურვილი მქონდა ღრმაში, ჩემს სიღრმეში. და დავდივარ და რა ცუდია მეთქი მარტობა და მარტო ყოფნა. და ღმერთს ვკითხე კიდევ ერთხელ, ვთხოვულობ რაღაცებს, მოკლედ. ძალიან უნამუსო ბავშვი ვარ. და ვუთხარი გეხვეწები ღმერთო. შეხედე მეთქი, რა კაი რამეს ვაკეთებ მეთქი ჩემ თავისთვის. დავდივარ ბუნებაში მეთქი და კალორიებს წვავ მეთქი და გეხვეწები. გაი მთელი ჩემი გულით ვთხოვე. ასე ვქენი დაჟეხელებით და გეხვეწები მეთქი, ანუ ეს ტვინში, კი არ ვლაპარაკობ, ტვინში ვეუნები. გეხვეწები მეგობარი გამომიგზავნე მეთქი. ფილმი მეგობარი, ბიჭი მეთქი, დაჟე ბიჭი. თუ რა ვიცი, მე პატარაობიდან, ანუ გარდატეხის პერიოდიდან ბიჭთან მეგობრობა ვაფშე შემეწყვიტა. იმიტომ რომ ძალიან გავიტყლარწე, გამოვიტყლარწე, ძალიან გატყლარწული ბავშვი გავხდი და ბიჭებთან ვეღარ მეგობრობდი. არა და მეც ბიჭი ვარ და კი მომწონს გოგოებთან მეგობრობა. ძალიან სასიამოვნოა აღონაც. ბიჭებთან უფრო მგონია, რომ უფრო საერთო რაღაცეები მაქვს უფრო მეტი. და ნაკლებობა მქონდა ბიჭი მეგობარის. და მოკლედ ვთხოვე ღმერთს და დავდივარ გავაგრძელე სიარული მთაში. მერე იგივე დღეს არ დაიჯერებთ რა მოხდა. მთის სუზემოთ რაღაც 4 საათის სიარულის შემდეგ დავჯექი, იქ რაღაც სასახლე იყო, რაღაც ციხესავით ადგილი მთის წვეტზე და იქ წავედი დავჯექი და ის მქონდა მიწისთხილი ჩანთაში და მოვიღე და დავიწყე მიწისთხილის ჭამა. მაგ დღეს ერთი მე შიგნით ვიჯექი რაღაც ადგილას და სხვა სხვა ადგილიდან ამოვიდა ვიღაც ბიჭი, რაღაც ახალგაზრდა ბიჭი იყო და რაღაც უცნაური გზით ამოვიდა, ველური გზა იყო, გამოიარა ველური გზა და მოხვდა მაგ ადგილას. და არ იცოდა სად იყო, იმიტომ რომ სეტკა იყო რაღაცა და ვერ გაუგია ვერაფერი.
და მე რო დამინახა მომესალმა მეც მივესალმე დაჟე კიდევ კაი მაგ მომენტში კუჭი მტკიოდა ძალიან მინდოდა კუკუს გაკეთება სადღაც ბუნებაში არასდროს არ გამიკეთებია მადლობა ღმერთს და მადლობა ღმერთს მაგ დღესაც არ გავრისკე და არ გავაკეთე კუკუ ან რაღაც ძალიან მუცელი მაწუხებდა და მოკლედ ხო ჭამდი მე დავამთავრე ჭამა იქ ვაპირებდი სადღაც კუკუს გაკეთება და სანამ ეს ბიჭი ხელს დამიქნევდა ზევიდან გამარჯობა მითხრა ფრანგი იყო მე მეც გავუთხარი გამარჯობა რაღაცა მკითხა შეიძლება აქ შესვლაო და რაღაცა და მეთქი კი ავედი მეც და ხელი ჩამომართვა მეთქი ვაუ რა მეგობრული ადამიანია მეთქი ესეთი რაღაცები ძალიან იშვიათად რო ცხოვრებაში ვინმე ხელი ჩამომართვას და გამარჯობა მითხრას მე ვუთხარი თუ გინდა გზას განახებ მეთქი გამომყევი მეთქი მოკლედ ინიციატივა ავიღე რასაც ქვია გავიყვანე მთავარ გზაზე ამ გზის განმავლობაში ცოტა ვილაპარაკეთ გავიცანით ერთმანეთი რაღაცებზე ვილაპარაკეთ და რა ვიცი რაღაც ძალიან ბუნებრივი რაღაც იყო არ ვიცი რაღაც კლიკ მოხვდა რაღაც კლიკ ვისიამოვნეთ ერთმანეთის ყოფნაში ვისიამოვნეთ ნელა გავაცილე აქეთ არის მეთქი და გზაში მე მითხრა არ გინდაო ეს ციხე შეუძვრეთო ამ ციხეშიო და დავათვალიეროთო და მე ვუთხარი okay let's go მოკლედ მე გადავწყვიტეთ სეტკებში შეძრომა გადმოძრომები და გადახტომები და პატარა adventure ვიცხოვრეთ ერთად მაგ დღეს ციხეში მაინც ვერ შევედით ოღონდაც რაღაცეებში შევძვერით გამოვძვერით მე ცოტა გავაცილე მთის განმავლობაში რაღაც ალბათ 40 წუთი 1 საათი ერთად ვიარეთ და კარგად ვილაპარაკეთ და რა ვიცი ისეთი ანუ მე ძალიან გაჭედილი ადამიანი ვარ ცუდად ფუნქციონორობ და მაგ დღეს რაღაც ისე თავისუფლად ისე ბუნებრივად გამომივიდა ურთიერთობა ადამიანთან რომ რა ვიცი რაღაც სასწაული divine intervention იყო ჩემი აზრით მოკლედ ეს ბიჭი გავაცილე მე ამ გზაში ვილაპარაკეთ და წავიდეთო სპორტ დარბაზშიო ერთხელო თუ გინდაო და მოთხარი კი რატომაც არა და დამშვიდობების დროს ინსტაგრამები შევცვალეთ მე ოღონდ გავაფრთხილე გული არ გაგისკდეს მეთქი ეს ტრაციანა არის მეთქი ჩემი ალტერ ეგო და გული არ გაგისკდეს მეთქი საწყალი ახალგაზრდა ბიჭი იყო ალბათ ცხოვრებაში პირველად ნახა ასეთი არსება ასეთი აბომინაცია და მოკლედ ნახა ვაიმე გიხდებაო რაღაცა და ხე მადლობა და დამშვიდობე მოკლედ შემრცხვა მაგ მომენტში და დამშვიდობე რა და მე გზაში ისეთი ბედნიერი ვიყავი ვაუ და მე მივხვდი არ არსებობს ეს ღმერთმა გამომიგზავნა მეთქი და მაქედან ჩემი ცხოვრება მთლად შეიცვალა აი მთლად რაც ცხოვრებას რაც ჩვევები მქონდა ეს ნეგატიური სატანისტური და საშინელი ჩვევები საქციელები რაც სულს მართლა მწურავდა ყველაფერს ერთდროულად თავი დავანებე ასე წარსულში კი მიცდია ხშირად ამების დანებება ოღონდაც ვერასდროს ვერ შევძელი და დღეს პირველად გამომივიდა მე მისეირნობენ
ბარემ დაგანახებთ ცოტა ჩემი ხედვს. ასეთი ხედვი მაქვს. ძალიან უცნაური ადგილია. და უკანა მხარეს შეხედეთ რა სილამაზეა. მთები და ყველაფერი. ჩემ დაქალთან კაი დრო გავატარე, მარტო კაცს კაი დრო გავატარე ამ სეირნობებში და სიარულში. და რაღაც სასწაული და მე მართლა სასწაული იყო. შემდეგ 10 დღე დავრჩი მარტო და მერე დაუბრუნდი ჩემ ქალაქში. რაც მე რაღაც არ ვიყავი ყმაყოფილი. ვიცოდი რომ ასეთ გარემოში დაბრუნება ცოტა გამიჭირდებოდა მეთქი და რაღაც ერთი კვირის შემდეგ კიდე ვიყიდე ბილეთი და კიდე გადავედი ნიცაში. ჩემ დაქალთან დავრჩი ცოტა ხნით, სანამ ბინას ვიპოვიდი და გადმოვბარგდი ნიცაში მოკლედ. უკვე 2 თვე ნახევარია რაც აქ ვარ. ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ეს გარემოს შეცვლა, ძველი ჩვევების დანებება. პირველად ვძგნობ ცხოვრებაში, რომ ვიმკურნები. იმედია ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა გაგრძელდება. და რა ვიცი, ამ ბიჭთანაც უმეგობრობ, რაც მარტო არ ვძგნობ აქ თავს. დავდივართ სავარჯიშოდ, საპიკნიკოდ, სასეირნოდ. და მერე რა ვიცი, მერე გამიჩნდა რაღაც კითხვა. ამდენი გამომწერები რომ ყავს მეთქი სოციალური ქსელებში და რაღაცები რას ნიშნავს მეთქი? მე მეგონა რომ არ ვიცი რა მეგონა. რაც მეგონა რომ მეგობრები მეყოლებოდა ამ ყველაფერს რომ დავიწყებდი. სოციალური ქსელებს და ასე პოპულარობის მოძიებაში მეგონა რომ მეგობრები მეყოლებოდა ოღონდაც. პირიქით მოხვდა. მეგობრები რაც მყავდა ჩამომშორდნენ და ბევრი ინტერესიანი ინტერესებით მეგობრები შემხვდა ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რაღაცებიც ვისწავლი ამ გამოცდილებით. რა უცნაური რაღაცა არის, სოციალური ქსელი ქვია ოღონდაც მეგობრების გაჩენა ძალიან რთულია. ან გარეთ გასვლა, ვინმე რო გაიცნო ან რამე, მე მგონი ყველაფერს უფრო ართულებს. ვიდრე რა ფუნქციით იყო ეს შექმნილი. მე იმედია გესმით ჩემი ლაპარაკი. კაი ხანია სურვილი და სიამოვნება მქონდა დაკარგული ვიდეოების შექმნის ამ ყველაფრის გამო. რაც ეს სოციალური ქსელებმა და ამ პოპულარობა რაც მომიტანა ცხოვრებაში, კი ბევრი პოზიტივი და რაღაცა, რაც ბევრი ნეგატივიც და ბევრი გულდასაწყვეტი რაღაცებიც მოუტანია და რაღაც საცრუებული მქონდა გული. და მათ არა და ვიცი რომ ღრმად შიგნით ძალიან მიყვარს ვიდეოების გაკეთება, ჩაწერვა, კამერის წინ ყოფნა. და მე ასეთი გეგმა მოვიგონე. როგორ მივიღო მეთქი სიამოვნება ვიდეოების გადაღებით და აგერ პასუხი. კაი საჭმელები გავიკეთო მეთქი და ლამაზ ადგილებში წავალ მეთქი დავშდები და მივირთმევ გემრიელ საჭმელებს თან კამერასაც დავდებ და ვილაპარაკებ. ვალა, მე მგონი დამიბრუნდა ამის სურვილი და სიამოვნება. არი ნერვიულად აღარ გავუქრები. ეხა გადავიდეთ. დარან! აქ იმყოფება guacamole-ს პურზე წასმული ნაჭრები და ვალა, ეს რაღაცეები. აბა გავშინჯოთ. გადასარევია, მართლა გადასარევი. პამიდორი, ზეითუნის ხილი და ეს ნივრიანი ყველი. მოკლედ ეს 2 თვე ნახევარი რა გავაკეთე? ბევრი ვიარე. დღეში
პერსონალური ჩალენჯი გავიკეთე, სადაც დღეში მინიმალური 10,000 ნაბიჯი უნდა მექნა. ანუ მე ძალიან ბევრი მეკონა, ანუ ძალიან ბევრი კი არისო, არც ისე ბევრი არ არის სინამდვილეში. ეხა რაც დავამთავრე ეს ჩალენჯი. რაც ბევრი იყო ჩემთვის და რაღაც ძალიან რთული ჩალენჯი, მეგონა ძალიან რთული ჩალენჯს ვაკეთებდი. და დავიწყე სიარული და ყოველდღიურად მარტო დავსეინო ფაკეთიქით ხანჩემ და ქალთან და ამ სიარულში ისეთი ცვლილობები მოხდა ჩემ ორგანიზმში, ჩემს სხეულში, ისეთი glow up გავაკეთე, მე არ მჯეროდა მართლა. ჩემი დაქალი სურათებს რომ მიღებდა, ანუ ყბა მივარდებოდა, უკვე ერთი თვეზე მეტია, რაც ყოველდღე 10,000 ნაბიჯს ვაკეთებ მინიმალურად და ამ სიარულმა ჩემ დეპრესიაზე ისე კარგად იმოქმედა, ანუ ნაკლები დეპრესია, ნაკლები ყლეური აზრები. მეთქი როგორ შეიძლება კიდე გავამჯობოსო მეთქი ჩემი ცხოვრება, როგორ შეიძლება უფრო ღრმად ვიმკურნალო მეთქი, იმიტომ რომ უკვე მსიამოვნებდა ეს მკურნალობა და ასეთ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლა, რომ უფრო მოტივირებული ვიყავი და მეთქი ხა კიდე რა შეიძლება გავაკეთო. 15 დღის წინ დავიწყე სახში საჭმელების გაკეთება. ანუ ჯანსაღი, ხომ იცნობთ მე კარგად რანაირ საჭმელებს ვჭამ ხოლმე. რაც ხშირად არ ვჭამდი ჯანსაღად. გარეთ ვყიდულობდი რაღაცებს. პირველი რამეს ვერ ვაკონტროლებდი ჩემი კუჭს, ვყიდულობდი რაღაც მანია მქონდა. უკვე გამზადებული რაღაცებს. და 15 დღეც არის, რაც საჭმელებს მე თვითონ ვიკეთებ და ისე ამაყად ვძგნობ თავს, რომ რა ვიცი. ყველას შეგვიძლია ჩვენით საჭმელები გავიკეთოთ და პატივი ვცეთ ჩვენ თავს. guacamole ძალიან გემრიელია. ჩაბოლილი პაპრიკა მე მგონი მოუხდა, ოღონდაც თავისებურ გემოზე წაიყვანა. რაც უკვე კაი სწორ გზაზე დავდექი და აღარ ვაკეთებ ცუდ რაღაცებს, ამ ცუდ რაღაცებს რო ვამბობ, ძალიან ბევრ რაღაცებს გულისხმობ, რაღაც ხა ცოტა მცხვენია რო მოგიყვეთ, სხვა დროს მოგიყვებით. მოკლედ ერთ დღეს სპორტ დარბაზში ვარჯიშობდა. გავიგე ვარჯიშობ. ერთი ბიჭი მიყურებს შორიდან. მეთქი, რა ხდება? და მე გავიგე ქართული ლაპარაკი. და მაგ მომენტში გავბედე ადამიანთან დალაპარაკება. როცა მე გაჭედილი, მალფუნქციონირებული ადამიანი რაც ვიყავი, ეგეთი რაღაცა ცხოვრებაში ვერ გაბედავდა. და დაველაპარაკე წესიერი ადამიანისავით. ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა და სოციალური ქსელებიც გამოვართვი, მეთქი თუ გინდათ სავარჯიშოთ ერთად წავიდეთ მეთქი სხვა დღეს. მოკლედ ძალიან გამიკვირდა ჩემი თავისა. არ ვიცოდი რომ სოციალური ინტერაქციები შემეძლო. ხალხო, ეხაც მგონია რომ საკმარისი მეგობრები არ მყავს. მე მგონი 5 მეგობარი მაინც უნდა გყავდეს ცხოვრებაში. და რა ვიცი თუ უყურებთ ამ ვიდეოს და საერთო რაღაცები თუ გაქვთ ჩემთან, ან რა ვიცი, ხანდახან არც არის საჭირო საერთო რაღაცები. რაც თუ მოგწონთ, თუ ხართ მაღალი ფრეკვენციების ადამიანი, მე მეგობრეთ გეხვეწებით, მჭირდება მეგობრები. მეც ვცდილობ ავიმაღლო ჩემი ვიბრაციები და ფრეკვენციები. ხო გამიგეთ, რაც მთავარია. ხო.
მოგიყევით ბინაში რომ გადავედი, მერე ბინა ვიპოვე ნიცაში, რუმმეიტები მყავს. ერთი არის იტალიელი, ვეგანი, სასწაული, შეფი არის, კუზინი არის, ანუ შეფ-პოვარი. და 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, რაღაც სასწაულის საჭმელებს ამზადებს ხოლმე სულ. კიდე მყავს ერთი მოლდაველი, თავისებური ხასიათები აქვს. უყვარს, კაი სოვიეტიკური მუსიკების ჩართვა, ხმაღალ ხმაზე. აი სულით და გულით რომ ღერიან ესეთი სიმღერები, რო ღრიალებენ ემოციებით, ეგეთ სიმღერებს უსმენს ხოლმე. კიდე მყავს ერთი პორტუგალიელი ტიკტოკერი, რომელიც სულ ლაივშია, TikTok ლაივში და სულ კივის და წივის, იმიტომ რომ საჩუქრებს უგზავნიან. და კიდე ვინ იყო? კიდე იყო ერთი ფრანგი. ფრანგი იყო ვიღაც უბედური ბიჭი, არ იყო ბედნიერი, იმიტომ ამ კოლოკაციაში, იმიტომ რომ რა ვიცი, სიწყმარე უნდოდა და რაღაც მშვიდობა და მალევე გადავიდა ეგ ბიჭი. არ მქონდა შანსი რომ გამეცნო. ეს დავტოვოთ და გადავიდეთ დესერტზე. ულალა, რა გემრიელად გამოიყურება. ასე გავსხნათ. ვაიმე. ვაიმე, დამიბუშდა. ვაიმე. აი. ბარემ გავიწელოთ ცოტაც. დესერტისთვის წამოვიღე ჭხირი, რომელიც 3 ევრო მივეცი. 100 ჭხირში. უნდა გამოვიყენოთ, ორი. ვაუ. სანგებრიელია. რაღაც ვაშლის გემოიანი მარწყვები იყო და მეთქი ამ მარწ რაღაცა სჭირდება, მეთქი ცოტა სიტკბო ან რამე. და გავამზადე, ლიმონი ჩავწურე, მწვანე ლიმონი, თაფლი გავსხენი ცოტა, უმი თაფლი. ის რაღაც მაღაზიებში რო იყიდება რაღაც საზიზღრობები, ეგ არა, ნამდვილი უმი თაფლი. მაღაზიაში ვიყიდე, ოღონდ ნებისმიერ მაღაზიაში არ იყიდება. თაფლი, ლიმონი, ცოტა წყალი და კიდე რა ვუყენი? და ჯინჯანფილი დავჭერი და ჩავაგდე. ინფუზია მოხვდა და მე ჩავასხი ამაში. და აბა როგორი გემომიეცა? ზაფხულის გემო აქვს. რაღაც კოქტეილისავით ვირთმევ. მოკლედ, ეხლა რა გეგმები მაქვს? რა ვიცი, გავაგრძელო ჩემი ჯანსაღი სპირიტუალური awakening ცხოვრება გავაგრძელო და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ევოლუცია, იმედია, რა ვიცი, მოგეწონებათ. თუ მოგეწონათ, გეხვეწებით და კომენტარით დააგულეთ.
ჯერჯერობით ბედნიერი ვარ, ბედნიერებას ვგნობ. თუ ხართ ესე მოწყენილი და რა ვიცი, ცუდად თუ ვგნობთ თავს, მართლა გირჩევთ გულით და სულით, რომ დაიწყოთ სიარული და გაუფრთხილდით თქვენი კვებას. თქვენით გაიკეთეთ საჭმელები. და თუ არ იცით საჭმელები როგორ გაიკეთოთ, მე მგონი უნდა დავიწყო TikTok-ზე უფრო მეტი რეცეპტების გაკეთება. ძალიან ბევრი სიუჟეტები მაქვს კიდე, რომელზეც მინდა ვილაპარაკო და ხო, მალე დაგიბრუნდებით. საინტერესო თემებით, საინტერესო ახალ საჭმელებით, ჩემი გაკეთებულები. და კიდე რა მინდოდა? ხო. არის ნერვიულად. ნიკისთანაც გავაკეთებ ბევრი ვიდეოებს. დედა გადუნიასთანაც. და ვისაც სურვილი ექნება ჩემთან საპიკნიკოდ, წამოხვიდეთ. გაგაშინჯებთ ჩემი საჭმელებს. ახალი კონცეპტი. მივდივართ საპიკნიკოდ, ვიცნობთ ხალხს, ვლაპარაკობთ ცხოვრებაზე. თავგადასავლებზე, რაღაცებზე. რას ვფიქრობთ, ხო კაი იდეა არის. არ მომპაროთ ეს იდეა, გეხვეწებით. ვისაც გაქვთ სურვილი, მომწერეთ. ამ ბოლო დროს ბევრს მოუგზაურობ და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებით. თუ გაქვთ სურვილი, მომწერეთ მართლა. და თუ გაქვთ რამე საჭმელი, რომელიც გინდათ გამაშინჯოთ და ხალხს გაუზიაროთ, თქვენც წამოიღეთ თქვენი საჭმელი, მეც წამოვიღებთ და ლამაზი პიკნიკები მოვაწყოთ. მაგას რა ჯობია. ბედნიერების ჰაკი, რეცეპტი. დავტკბი, დავნაყდი. ვაიმე ღმერთო. ვაიმე ეს რა შეუქემენი. ვაიმე. სიტყვები არ მაქვს რომ ავხწერო ეს გემო. მართლა არ მაქვს. აბა ბედნიერი დღეს გისრულებთ, ომაი გადუნიებოდა. შემდეგამდე